ჩვენს გადაცემას ხშირად სტუმრობენ ვარსკვლავები. თუმცა რიგ შემთხვევებში ამომავალი ვარსკვლავებიც ყავს სტუმრად. თუმცა იშვიათად. ხოლო დღეს სწორედ ეს იშვიათი შემთხვევაა, რადგან ჩვენთან სტუმრად მოვიდა უკრაინულ-ქართული წარმოშობის მომღერალი და ამომავალი ვარსკვლავი ნათია ბუღრიძე. აპლოდისმენტებით შევეგებო. მოგესალმები ნათია. მოგესალმებით. აბა როგორ ახარ? კარგად, თქვენ? კარგად, მადლობა, მეც კარგად და ძალიან გვიხარია რომ დღეს ჩვენთან მოხვედი სტუმრად გადაცემაში. მეც ძალიან კარგი. ალბათ შენც გიხარია. კი, ძალიან კარგი. ნათია, შენი სტუმრობა განსაკუთრებით რატომ მიხარია ნახე ახლა გეტყვი. გამოცხადების დროს თქვი რომ ხშირად ჩვენს გადაცემას სტუმრობენ ვარსკვლავები ხოლმე თქო და აი, როდესაც სუპერ ვარსკვლავი გახდები, აი მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მერე ვიტყვი რომ სადიყავით თქვენ ნათია ბუღრიძეს მე რო სტუმრობდი ღამის შოუში თქო, გაიგე? აი, აბარა, პირველ რიგში კიდევ სხვათა შორის მინდოდა ერთი რამისთვის მეთქვა მადლობა რომ ტიჟმენი ნიპიდმანულა და დღეს გადაცემაში მოხვედი სტუმრად. მართლა რომ მოხვედი სტუმრად და მინდოდა რომ არ დამბიწყებოდა ეს. მოდი ახლა მაყურებელს, რადგან ვთქვით რომ უკრაინულ-ქართული წარმოშობის მომღერალი თქო, უფრო ახლოდან გავაცნოთ შენი თავი. დაიბადე და გაიზარდე უკრაინაში, კერძოდ ქალაქ ოდესაში. დიახ. წარმოშობით ხარ თუშეთიდან. დიახ. და ბავშვობა კახეთში, კერძოდ ალვანში ბებიასთან და პაპასთან გაატარა. დიახ. რამდენი რაღაცა გზადია. ოსორად ხსოდნია, რა თქმა უნდა, კი ბატონო, ჩვენ სტუმარი რომ მოდის, ყველაფერი ვიცით აბსოლუტურად. მღერი ქართულადაც და უკრაინულადაც. კი. რომელი უფრო გიმარტივდება, მითხარი? ქართულად უფრო მომწონს. ქართულად უფრო? რა კარგი პასუხი იყო, კი ბატონო. ახლა ის მითხარი, ოდესის სადღე გრძელო, ქართული ადესათი თუ დაგილევია. დაგილევია თუ არა? არა. არა, აუცილებლად თუ და გაითვალისწინო და აი ადესას რა ჯობია შეგაც. თაყვანისმცემლები ახლა დარწმუნებული ვარ, უამრავი ყავს, მაგრამ საინტერესოა ოდესელი თაყვანისმცემლების მოშორება უფრო ადვილია თუ ალვანელის. ალვანელის უფრო რთულია, ხო? ვიცი რომ კარიერის აწყობა საქართველოშიც გსურს. კი. ძალიან. მშვენიერი სურვილია, კიდევ ერთხელ გეტყვი რომ დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი გამოვა, თუმცა ასე მარტივი არ არის. მხოლოდ სიმღერა არ არის საჭირო გენაცვალე რომ რაღაცა კარიერული წინსვლა. აქ უნდა იცოდე რაღაც შეკითხვებზე პასუხები. მაგალითად ეხა რომელიც მე მაქვს შენთან და დაგისვამ. თუ ამაზე მიპასუხებ. ოკეი. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. გზად ხარ? რა თქმა უნდა. კარგი. აბა, მინიშნებებს არ ვართ. რომელი ქართველი მომღერალი ასოცირდება ოქროსთან? არ ვიცი. აბა, გია? არ იცი? უბედნიერესი ხარ, რა? გია? არ ვიცი. სურამელაშვილი. იცი, არ იცი გია? გია სურამელაშვილი არ იცი. კარგი, არა. გაგებული მაქვს, მაგრამ გაგებული. გაგებული გაქვს, მაგრამ ოქროსთან რომ ასოცირდებოდა არ იცოდი. არ ვიცოდი. აი, ახლა გეცოდინება. ოკეი. კარგი, რომელ ქართველ მომღერალს უნდა რიო დე ჟანეიროში მოგზაურობა? არ ვიცი. ეს სიმღერა იცი რიო დე ჟანეიროში რომ მოგზაურობა უნდა? ო რიო დე ჟანეირო ჩვენი ოცნებები საოცარო წლემო არ იცი? სიმღერა ვიცი. სიმღერა იცი ზურაბ კობეშავიძეს. ოკეი, მეცოდინება. მეცოდინება, ესე იგი მეორეც არ ვიცოდით. ოკეი. კიდევ სამია. ამ სამივე სწორად თუ უპასუხებ, მაინც გამარჯვებული ხარ. ოკეი. რომელი ქართველი მომღერლის სიმღერებს იპარავს გელა გნოლიძე? არც ერთ. არც ერთს? ნახე როგორ ორმა კაცმა და ოკეი. აბა ნახე არც ერთსო რო თქვი ორმა კაცმა დაუკრა ტაში თქვი ყველასო? ყველას. ვინ არიან ჯგუფ ღაბაბის წევრები? აი ეს თუ იცი აუცილებლად გაიკლებ გზას ქართულ შოუ ბიზნესში. დამეხმარე. დაგეხმარო. კან მინიშნებებს მოგცემ მაშინ. წეღან რომ შეკითხვა დავსვი. მინიშნება ვინ მოგცა? ბაბი მყოჩახ და ბაბი რომ ერთ ბიჭთან ერთადაც ამასაც გეტყვი მინიშნებას რომ ღერო და სიმღერებს მილიონობით ნახვები აქვს კაცო ისე კი არაა. ის ბიჭი ვინ არის? აქ ხანდახან სხვადასხვა პროფესიები აქვს, აქაც შემოდის ხოლმე.
ჯიმი ხო არის? ჯიმი, ოჩახ. ჯიმი და ბაბი. ოჩახ და კიდევ ერთი შეკითხვა, ნუ ესე იგი 2-2-ზეა. 2 ვერ გამოიცანი, 2 გამოიცანი. რომელი ქართველი მომღერალი არ არის მომღერალი? მე მგონი ყველა არის მომღერალი, არა? არა, ერთი არ არის მომღერალი. არ არის. აბა ვინ არის? ჯიმი. ჯიმი, ოჩახ, იბატონო. ქართველი მომღერალი, რომელიც არ არის მომღერალი. მოკლედ 3-2-ზე გაქვს ესე ვთქვათ, საერთო შედეგი გამოვიდა ასე. არა, მაინც გამარჯვებული ხარ. შესაბამისად, ქართულ შოუ-ბიზნესში შენთვის გზა ხსნილია, ჩემო კარგი. რადგან შოუ-ბიზნესში გზა ხსნილია და საქართველოში გინდა კარიერის აწყობა და ეს შენი ოცნება, მინდა შენი დიდი ოცნების სასრულებაში ჩემი პატარა წვლილი შევიტანო. ხო შეიძლება? რა თქმა უნდა. ეს წვლილი იქნება, რომ მე არ ვიმღერებ. დაგითხოვთ სცენას, პატარა სცენას, თუმცა ბევრი ადამიანი მოისმენს თამაში დარწმუნებული ვარ და ძალიან ბევრი აპლოდისმენტით შეგეგებები. მადლობა. წარმატებებს გისურვებ, ჩემო კარგო და ხო. მადლობა.